დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად რეჟისორი ნიკოლოზ ხომოსურიძე შემოგვიერთდა. დილამშვიდობისა ნიკოლოზ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მოსვლისთვის. გილოცავ დღევანდელ დღეს წმინდა ბერი გაბრიელის აღსარებისა და სალოსის ხსენების დღეს. მეც გილოცავთ ამ უდიდესი ადამიანის და წმინდანის დღეს და დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი პატივი არის თქვენთან ერთად ამ არხზე ჩვენი პროექტით ექვთიმე თაყაიშვილის ფილმით მოსვლა და წარდგენა. მე მაყურებელს დასაწყისში ვუთხარი და კიდევ გავიმეორებ, რომ ნიკოლოზი იღებს ფილმს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე და სწორედ ამ ფილმის შესახებ უნდა ვისაუბროთ დღეს ჩვენ. ფილმი ექვთიმე, ხო ასე ქვია? ექვთიმე. კი, ექვთიმე. ამას სამუშაო სახელწოდება შეიძლება ოდნავ შეიცვალოს და აემატოს ღვთისკაცი ან რომელიმე სხვა. ვიდრე გადაღებებზე დავიწყებთ საუბარს, საინტერესოა რამ გიბიძგათ, რომ ამ თემაზე გეფიქრათ, იდეა საიდან წამოვიდა, რომ მაინდა-მაინც წმინდა ექვთიმე ღვთისკაცზე გადაგეღოთ ფილმი. და რამდენ ხანს მწიფდებოდა ეს საინტერესო, იმიტომ რომ ეს უცებ არ მოხდებოდა. ხო, ალბათ ამაზე გარკვეული ფიქრობდით და რაღაცა დაინტერესებულიც იყავით, რომ ახლა შეგესწავლოთ მის ცხოვრება. ასე ვთქვათ, ექვთიმესთან კავშირი მოხდა. როდესაც ვიყავი დაახლოებით 9 წლის და ვნახე პირველად ბატონ რეზო თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმი ექვთიმეზე. მაშინ მოვიხიბლე ამ ადამიანის. როგორც შემეძლო 9 წლისას გამეგო რამხელა წვლილი აქვს მას ჩვენი ქვეყნის მიმართ და ამ ჩამრჩა გონებაში ჩამრჩა. თან ამ ბატონ რეზოს ხმაც ისეთია, რომ გინდა არ გინდა ჩაგრჩებათ. ხო. ყველას გვახსოვს ალბათ ახლა რა ფილმზე საუბრობთ და ძალიან მაგარი ემოციით აღწერს თავის ფილმებში ამ ამბებს და მას შემდეგ მქონდა რომ მე რაღაც ისეთ სურვილი მქონდა რომ ამ ადამიანმა ჩემთვის პირადად ასევე ყველასთვის, მაგრამ აი ჩემთვის პირადად რაღაც ისეთი გააკეთა, რომელიც სხვას არ გაუკეთებია, არც სხვა ქართველს და არც უცხოელს თავისი ქვეყნისთვის. ანუ ამაღლდა ყოველგვარ ცდუნებაზე და პლუს უდიდესი საქმე ქონდა გაკეთებული, მანამდე სანამ ის ემიგრაციაში წავიდოდა და აი შარჩენილი რო გაქვს ეს იდეა და ვალში გრძნობდი თავს. ხო, მე დღესაც ესე ასეთი მიდგომა მაქვს და რომ მე ჩემს ვალდებულებას ვიხდი მის წინაშე, როგორც უნდა ერთ-ერთი რიგითი ქართველი. და როდესაც წავედი მე კინომიმართულებით, პირველი რაც ჩემს თავში აზრში მოვიდა, რომ რამე გაგვეკეთ მისთვის ამ ხრივ გამეკეთებინა, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ დააბრუნე ბოალს და ანუ ჩემი ვალი იქნებოდა რომ მასზე აი მე მოკლე ან სრულმეტრაჟიანი ფილმი შემექნა ეს ნელ-ნელა როდესაც ვფიქრობდი 2011-ში ჩემს მეგობარს მსახიობი და სცენარისტი ლაშა კანკავა ეს დაუკავშირდი და უთხარი რომ მოდი დავიწყოთ ეტაპობრივად მისი ისტორიის მოძიება, მისი ჩანაწერების, წიგნები რაც არის მასზე გამოცემული, რაც ვცით ეს დოკუმენტური ფილმიც ვნახეთ და ეს ნელ-ნელა ეს იკრიბებოდა და დაახლოებით 3 წელი ვკრავდით ამ ისტორიას. სცენარს, კი, ისტორია სცენარად. მაშინ სცენარი არ იყო, უბრალოდ ყველა ინფორმაციას ვავსებდით. რასაც მოიძიებდით, ხო? შემდგომ უკვე დავიწყეთ სცენარის კეთება, დაახლოებით 1 წელი მომდით და ეხლა უკვე მზად არის და ვიღებთ კიდევ. დაწყებულია. გადაღებები ძალიან ალბათ საინტერესო იქნება, ხო, მაყურებლისთვის. ვინ ასრულებს ამ როლს და ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი მსახიობი, რომელიც დღეს არ მოღვაწეობს სამწუხაროდ საქართველოში, ბატონი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს ვიზუალურადაც მე ვნახე ფოტოები და მსგავსება არის. ძალიან დიდი მსგავსება. როგორ მოახერხეთ ნიკოლოზ მის დათანხმება, იმიტომ რომ ვიცით ახლა მისი რეჟიმი, ხო? გერმანიაში მოღვაწეობია ბატონი რეზო. როგორ დაითანხმეთ? ან რამდენად მარტივად დაგთანხმდათ? მინდა ბატონ რეზოს ძალიან დიდი მოკითხვა გადავცი აქედან. ჩვენ ვიყურებთ ახლა ან მე რეგნახავს, მოვიკითხავთ დიდი სიყვარული. კარგი პიროვნების გარდა, ან უბრალოდ კარგი მსახიობის გარდა ის ძალიან კარგი პიროვნებაა და ჩემთვის საამაყო რომ მასთან ერთად ვახორციელებთ ამ პროექტს. ჩაჯდა მოერგო, ექვთიმე გახდა, როდესაც გადაღებები გვაქვს და შემოდის ყველა მთელი ჯგუფი და მსახიობები. მოწიწებით ხართ. ექვთიმე მოძრაობს და ადის და საუბრობს. ესეთი მით უმეტეს აი ფოტოს მერე და იმ გადაღების დღის შემდგომ უკვე ყველა ჩვენს ესეთი მომენტი იყო, რომ ძალზედ მინდოდა რომ გმირები ერთმანეთს რეალური ისტორიული გმირები და სახიობები ერთმანეთს ასე თუ ისე დამსგავსებოდნენ და ვიზუალურადაც ხო? კი, ვიზუალური მსგავსება არის. რაც შეეხება ბატონ რეზოს, ეს ჩვენი პრომო ვიდეო არის, რომელიც 19 მაისს გადავიღეთ და
აქ მსახიობებში გარკვეულწილება არის, უკვე შემდგომ სხვა როლებზე არიან და როდესაც გაუგზავნეთ სცენარი, ჩემი მეგობარი და ასევე ფილმშიც თამაშობს ლაშა ონიანი არის, რომელსგანაც მოხდა ეს კავშირი, ლაშიც გერმანიაში არის და ისინი ერთმანეთს იცნობდნენ, მე არ ვიცნობდი ბატონ რეზოს და როდესაც სცენარი გაუგზავნეთ, წაიკითხა, შემდგომ ვილაპარაკეთ და ძალზედ გამეხარდა რომ თქვა რომ ეს არის ჩემი ფილმიო. ანუ მქონდა მოლაპარაკება, ანუ მან იგრძნო რომ ბევრი მსგავსება იყო, როცა სცენარს წაიკითხავ, უკვე იგრძნობ შენ ამ როლში. შეიძლება იყოს თუ არა კი და როდესაც წაიკითხა და ვილაპარაკეთ, მან თქვა რომ ძალიან ბევრი კონტაქტი არის და შემდგომ უკვე რომ ჩამოვიდა პრომოს გადაღებებისთვის მე გავიგე რომ თუმცა ბატონი რეზოც ლიხაურელი ყოფილა 16 წლის ლიხაურშია დაბადებული. ლიხაურში იყავით ხო ახლა 19-ში? ახლა ვიყავით 19-ში იყო 6 მეობა და ვიყავით თაყაიშვილების ოჯახში, იქ არაჩვეულებრივი მასპინძლობა იყო, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ რეზო თაყაიშვილს და მთელ საგვარეულოს ჩვენი ასეთი მიღებისთვის და ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი ემოცია ფაქტიურად იქ 6 მე სადაც დაარბოდა ფაქტიურად პატარა 6 მე შემდგომ უკვე დასრულიც იყო იქ ჩვენს დავდიოდით შემდგომ ის სახლის ნაწილი არის გადარჩენილი რომელიც დაიბადა და რომელშიც ცხოვრობდნენ მაშინ თაყაიშვილები და ის ქვა არის აუ ძალიან ეს მაგარი ქვა არის რომელიც 6 მეს 13 სადინო ქვა იყო ბევრჯერ ჩაძინებია ამ ქვაზეც და იქ ლამაზად არის მოწყობილი და ბევრი საინტერესო ისტორია მოგვიყვეს მათ თაყაიშვილმა და რამდენიმე ჩავსვით ანუ აი სცენარმა განიცადა გარკვეული ცვლილება და დავამატეთ 2-3 ისტორია რომელიც უკვე შევა და ბევრად უფრო გაალამაზებს და გაამდიდრებს ფილმს დროშა გაქვს ეს არის კი ჩემი დროშა რომელიც მყინვარ წვერზე გაიშალა კარგი აურა მოდის მაგ დროშიდან ხო და მყინვარ წვერზე ძალიან საინტერესო შეხვედრა გქონდათ მამა 6 მესთან როგორც აი მაგ ისტორიას მოვყვები ეს მოვყვეთ ჩვენს მაყურებელს ეს არის ეს ისტორია იყო რომელმაც ფაქტიურად ჩემთვის ესეთი მომენტი შექმნა რომ ანუ აი მოგიყვებით და თქვენთან შეაფასეთ როგორ იყო როდესაც ეს პრომო გადავიღეთ გავიდა ინტერნეტში და გარკვეულმა რაოდენმა ხალხმაც ნახა და დაიწყო ამ პროექტის ასე ვთქვათ პირველი ბიძგი იყო რომ ესე დავიწყეთ და შემდგომ დიდი წვალებით მიმდინარეობს ასე ვთქვათ რა ბევრი დეტალი არის და რო და ჩემი მეგობარი არის ჯონი კაპანაძე სამთო გიდი არის და იცოდა რომ მე მინდოდა მყინვარზე ასვლა აჰა და მითხრა რომ აი თუ გაქვს ხო დრო გავდივართ ჯგუფი და შენს წამოდი იყო 29 ივლისი იყო გასვლა და მქონდა მაგ დროს დრო თბილისში ვიყავი და უთხარი კაი წამოვალ ანუ ეს ისე დაუგეგმავ და არც თქონდა და უბრალოდ ეს მქონდა საუბარი რომ მინდოდა წასვლა და ვიფიქრე რომ რადგან მივდივარ და ანუ 6 მეს პროექტს უკვე სერიოზულად ვიწყებთ დაობეჭდინე ეს დროშა ეს ფოტო არის ჩემთვის ყველაზე საპატივსაცემო ჩემს წინაფილმშიც მაქვს გამოყენებული ეს სურათი და ეს არის ტექსტი რომლითაც ფილმი იწყება ანუ ამ ტექსტით რომ შენ როგორც მაყურებელმა გაიგო თუ რაზეა ფილმი როგორი პიროვნებაა 6 მე და რას ნიშნავს ქართული კულტურა ანუ ამისი გაგება და ვიფიქრე რომ 6 მეს ფოტო ეს ტექსტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორი დეტალი ფილმიდანაც და ცხოვრებიდან და დავწერე 6 მე და დაობეჭდინე უბრალოდ რომ ავალ მყინვარ წვერზე და იქ გავშლი ამ დროშას და ეს ჩემთვისაც მწვერვალზე ასვლა იქნება ეს ფილმიც ჩემთვის ანუ მწვერვალზე ბევრად უფრო რთული ასასვლელი პროცესი არის რა თქმა უნდა ვიდრე ამ ფილმის შექმნა და წავედი დავუკეთე ჩანთაში მიდევს და როდესაც ადიხარ მყინვარზე ამ გერგეტზე ჩერდები და შენ 12 კილომეტრიანი გზა არის და ვფიქრობ რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ მას თუ ეს ჯანმრთელობის პირობები აქვს აუცილებლად უნდა გაიაროს გზა მყინვარამდე იმიტომ რომ სულ სხვა სამყაროს ხედავს სხვანაირად აფასებს შენ თავს და გარშემო მე არ გამივლია ეს გზა აუცილებლად უნდა გაიარო ეს არის ყველაზე მაგარი გზა რაც შეიძლება გაიარო ცხოვრებაში ხო რა ყველა დეტალს აფასებ ერთი წვეთი წყალი როგორ უნდა დააფასო ან ერთი ამოსუნ თქვა ნაბიჯი გარშემო მყოფები და საქართველოს ულამაზესი ბუნება ეს არის აოცრება და შემდეგ ჩერდები მეტეოს ადგურზე იქ აკლიმატიზაციას გადიხარ. და როდესაც ავედით გვითხრეს რომ ჯვრისწერა არის ხვალო და იქვე არის 4000 მეტრზე აი ილიას ვიზეც აქვს განდეგილის ნიშა არის დაწერილი. ამ ეს განდეგილი სადაც მოღვაწეობდა და
ოცლობ და იქ არის ნიშა დღეს პატარა ეკლესია დგას და ომსახურება არ არის და იქ 4000 მეტრზე ჯვრის წერა არის და მე მაგრად გამიხარდა რომ პირველი დღე პირველად წავედი მთის მწვერვალზე და ჯვრის წერასაც შეიძლება დაესწრო 4000 მეტრს ხო ყოველ დღე არ ხდება ეგეთი რაღაც და თანაც მაქსიმალზე ხო არა ეს მაქსიმალზე არსად არ ხდება მსოფლიოში ჯვრის წერა ანუ არ არის ეკლესია და გამოვიძინეთ ამ მეორე დღეს უკვე ჩვენ ისაც უნდა ავსულიყავით იმ განდეგილის სალოცავთან და როდესაც ვიძინებდი თქვი რომ მეორე დღეს მე მზის ამოსვლა უნდა ვნახოთ ხო მეგობრებო მითხეს რადგან 3 ღამე აღჩერდებით ნებისმიერ დროს შეგიძლია ნახო დაისვენე ხო თუ დავისვენე მე აზრი ეკარგება იმიტომ რომ ეს ემოცია ემოციური ადამიანი ვარ მე ასე ვთქვათ და მინდოდა რომ ეს პირველად ჩავედი და პირველივე დღეს შევხვედროდი მზესთან ძალიან მიყვარს მზის ამოსვლა და გამოვედი გარეთ დილის 6 საათია და მართლა ამაზად აქვს ვაკეთებული ამ მთაზე რო ამოდის მზე იქ არის საქართველოს დროშა და ამ დროშაზე ამოდის მზე და ადის მერე ზემოთ ულამაზეს სანახაობა ვიღებ ფოტოებს და ამ დროს ხედავ რომ დელი არის გამოვიდა იმ ტერიტორიაზე და მე და ის ვართ გამარჯობა უთხარით ერთმანეთს და მოვიდა რა შვები როგორ ახლა დავიწყეთ საუბარი მოგეხმარებია ეს ხوار ეს და შემომთავაზა შოკოლადი დიდი მიყვარს თან შოკოლადი და ტკბილად დავიწყეთ და დავჯექი და მითხრა რომ ახლა ჯვრის წერა მაქვს და ვემზადებიო ამისთვისო და მე თქვი ჩვენს გავიგეთ და ამაგარია და მოკითხე ისტორია და ის ვინც ანუ იყო მეფე ისიც ყოფილა მყინვარის გზაზე და როდესაც უნახია ეს განდეგილის ნიშა თქვა რომ ცოლს რომ მოვიყვან ჯვარი უნდა დავიწერო აქ და ძალიან მაგარი შეასრულა ასე ვთქვა და ეს საუბარია და შენ რატომ ხარ აქ და მე ვთქვა მე ჩვენ ჯგუფი ვარ მყინვარზე უნდა ავიდეთ ხო და ესე ვსაუბრობთ 3-4 წუთის მანძილზე და მაგრამ ეს ერთმანეთის გვერდზე ვხედავთ და შევეკითხე რომ თქვენი სახელი როგორ შეიძლება მოგმართოთ თქო და ძალიან წნარად შემომხედა ეს დაუღელებელი თვალებით და 6 მეო აუ მეთქი ფოტოფარადი დამივარდა წამოხდი შანსი არა შენ ახლა მე 6 მე გერქოს არ არსებობს და ძალიან არადეკვატურად ვიქცევ იმიტომ რომ ეს ხა ემოცია მომივიდა რომ 4000 მეტრზე ხარ 6 მე ცხოვრებაში არავის არ ვიცნობ არც სამოქალაქო არც სასულიერო პირს აჰა 6 მეზე ფილმს ვაკეთებ და უცებ იქ ხვდელი 6 მე ხვდება და დილის 6 საათზე მზის ამოსვლის დროს და ჩემთვის ფაქტიურად და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სასწაული იყო რაც კი მომხდარა და მე დავწნარდი 2 წუთის მერე და უკაცრავად ჩემი ის აქციელისთვის სულად არ მიიღო მაგრამ 6 მეზე ვიღებ ფილმს დროშა მაქვს და იქ გაიშალა ეს დროშა კინოაზე უნდა ავიტანო და ჩანთაში მიდევს ოთახში და მითხრა რომ თვითონაც ის მართლა მაგარი ფაქტი იყო და როდესაც ჯვრის წერა მორჩნენ იქ ერთად პირველად ეს დროშა გაიშალა 4000 მეტრზე იქ განდეგილის ნიკოლოზ ჩვენ ძალიან გვჭირდება ასეთი ფილმები ასე მგონია ზოგადად ჩვენი გმირული ისტორიის თქვათ ეპიზოდების გაცოცხლება თუ დიდებული ადამიანების წარმოჩენა ჩვენი ისტორიიდან ძალიან საჭიროა ეროვნული ცნობიერების ასამაღლებლად რამდენად ფინანსურად გეხმარებიან თუ გიდგას თქვათ იგივე კინოცენტრი გვერდში საინტერესოა ნუ რა ფინანსებით კეთდება ფილმი ექვთიმეზე და ამით დავასრულოთ. ეს ამ ეტაპზე კეთდება, ანუ ჩემი და ჩემი რამდენიმე მეგობრის ფინანსებით, რომლებიც ანუ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, ასე ვთქვათ. ანუ სხვა არც ერთი ორგანიზაცია არ გვიდგას გვერდით ფინანსურად, გარდა ახლა შევთანხმდით კომპანიამ გზავრები არის სასტუმრობის ქსელი, ის ჩაერთო ამ მიმართულებით და ანუ მე ფრიდომ ჭედლიძე და გიორგი დარჩიაშვილია, კახამულიანი, ფერეიდნელი ქართველი არაჩვეულებრივი ადამიანი და ჩვენი ძალებით ვაკეთებთ. ახლა კინოცენტრში ეს დღეს შემოგვაქვს, ანუ ნაწილს აგვთებს შევიტანეთ, დღეს შეგვაქვს და ანუ ნახოთ როგორ გამოვიდა. თანადგომა გჭირდებათ. და გამოცხადებული გვაქვს, ყველა შეუძლია შევიდეთ 6 მეზე და წინასწარ ვაკეთებთ ბილეთების რეალიზაციას და უდიდესი მხარდაჭერა იქნება ჩვენთვის, თუ ვინმე დაგვეხმარება და პირიქით თავის თავს დაეხმარება ჩემი გადმოსახადების და შემდეგ ნახავს ფილმს. კი, ანუ ეს ბილეთებს შეიძენს, 2 ბილეთი არის, წინასწარ შეიძენს. ჩვენი პირველი ქართული კომიქსი ამირანი გადაეცემა საჩუქრად და სპეციალური სიგელი გვაქვს და ანუ ის თავის წვლილს შეიტანს
თუ მანამდე შეიძენს ბილეთებს და უდიდესად დაეხმარება ამ პროექტს. ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ჩვენი მიმართულებით და მივდივართ. დიდი მადლობა ნიკოლოზ, დიდი მადლობა თქვენმაც, რომ თანადგომა არ მოგაკდებათ, იმიტომ რომ მართლა ყველა თავის თავს გაუკეთებს ამის სასიკეთო საქმეს, იმიტომ რომ ასეთი ადამიანების წარმოჩენა მართლა როგორც ელენემაც აღნიშნა, ჩვენი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა ღმერთს რომ ბევრი ასეთი ადამიანი ყავდა და კი, ყავდა და ექვთიმე არ გამორჩეულა. ის იყო ყველაფერი ექვთიმეს რო შევისწავლეთ. მის შეწავლას გისურვებთ პირველ რიგში. შემეაცით გვაქვს ამ ფილმზე მუშაობთ და ველოდებით მოუთმელდათ და ასევე ველოდებით ბატონო ზუსტთან ერთად უკვე დეკემბერში მოახერხებთ, დეკემბერში ჩამობრძანდება. დეკემბერში ვაგრძელებთ ისევ. დროებით ნიკოლოზ წარმატებები.